აი ესეთი დამოკიდებულება არის ყველგან. თვითონ საოკუპაციო ზოლთან დაწყებულია ბოლოს ვინ გინახავთ ახლა თქვენ დიდი ხანი ეგ მაუწყებლობთ იქიდან მუშაობთ რეპორტაჟებს ამზადებთ სტუდიაში ხართ ქუჩაში ხართ ხელისუფლების წარმომადგენლები ბოლოს ვინ გახსოვთ საოკუპაციო ზოლთან მისული პრემიერზე არ აი პრემიერებზე არ ვამბობ რამდენი პრემიერი გამოიჩხლა და მე არ მახსოვს მისული ხო და ჩვეულებრივ ხელისუფლების წარმომადგენლები არ მიდიან, იმიტომ რომ არ გააღიზიანონ რუსეთი. 1000 თუ ჩამოვა ვიღაც ევროკავშირის წარმომადგენელი ან დიდი ფიგურა შეიძლება მივიდნენ იქ ოპოზიციის გადასახადთან მივიდნენ და იქ დადგნენ მაგათთან ერთად. თუმცა იმას რა აღარ აკეთებენ მგონი ახლა და ამიტომ ეს დისკომფორტის შექმნელი ჟურნალისტები, დისკომფორტის შექმნელი მედია საშუალებები ბიზნეს აღარ სჭირდება ახლა. ამიტომ აკეთებს იმას, რასაც აკეთებს. ახლა მოსახლეობას და რუსეთის საოკუპაციო ძალის პირისპირ დარჩენილ ადამიანებს რაც შეეხება. მათ ელოდებათ ერთადერთი ის რაც ყავდათ, მქონდათ მათ რეგიონში ეს იყო ტელეკომპანია თრიალეთი და სხვა ოპოზიციური ტელეარხები რომელიც ყურებენ და რომელთა ჩამონათვალი თანდათან იკლებს ისინი შეებენ რუსული პროპაგანდის პირისპირ. ფაქტობრივად ჩვენ მათ უბრალოდ ეგრეთ წოდებული ხელისუფლება მათ სწირავს იმისთვის, რომ პირისპირ დარჩნენ რუსულ პროპაგანდასთან. ორმაგი გავლენის და ორმაგი დარწმუნის ქვეშ იქნებიან. აქეთ რუსი ოკუპანტები სამხედრო მანქანა და ცრუ საინფორმაციო პროპაგანდისტული მანქანა რუსული ჰიბრიდული მომისა და ოპერისპირდება და არ ვიცი როგორ არ უნდა გიყვარდეს შენი ქვეყნის მოსახლეობა რომ ის სამისთვის გაიმეტა. ეს იყო ბიარყო.